გასაგები. სარაბუკი ახსენეთ და აქ ჩაგეკითხებით. სარაბუკში თქვენი ბრძანებით შევიდა სახმელეთო ჯარი თუ სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა კაცმა ბრძანება შვიდში? შვიდში არავინ არ შესულა. არავინ არ შესულა. როდის შევიდნენ სარაბუკში თუ არ შესულხართ? სარაბუკის ტერიტორიაზე თუ რო ავხსნა ზუსტად ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა არა სარაბუკში არ შესულა. არ ყოფილან, იმიტომ რომ სარაბუკიდან უნდა ასულიყვნენ თლიაყანაზე და ეს 60-ანა იყო ის რაც 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეასრულა. კი ბატონო. ეხლა 8 აგვისტოა და თქვენ გათენდა ეს ალბედითი ღამე და 8 აგვისტოს რა შეხვედრებია და რა ხდება რომ მოგვიყვეთ? 8 აგვისტოს უკვე იმ ინფორმაციებით რაც მოდის და პლუს ამას ასე თქვათ უკვე რასაც საბრძოლო დაზვერვა შეიძლება დავარქვათ რასაც თვალხილულად ხედა უკვე პრაქტიკულად ჩვენ გეგმავთ თავდაცვის ოპერაციას, რასაც მანევრული თავდაცვა ქვია და რა ვიცი ნებისმიერი სამხედრო რომელიც ერკვევა ამ ყველაფერში იცის რა არის მანევრული თავდაცვა. ჩვენ გეგმავთ უკვე გეგმის შემუშავებას იწყებთ 8-ში? დიახ. მანამდე თავდაცვას არ ქონია სამხედრო გეგმა შედგენილი, რომ რას ვაკეთებთ? მე კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს. შეიარაღებული ძალები არ ემზადება იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმები და ამოცანები კონდეს დასმული მის ტერიტორიაზე. ამიტომ გეგმა, რომელიც შეიძლება არსებულიყო, როგორ უნდა შევიჭრათ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ეგეთ გეგმა არ არსებობს. არ ვიცი დღესაც თუ წარმოუდგენელია ეს ამას არ ვამბობ, ეს გეგმა ვერ იარსებებდა, თუმცა არსებობდა თუ არა გეგმა ოკუპირებული იყო 2008 წლამდეც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მოხდა რაღაც, ჩემ ენაზე ვამბობ, სამხედრო ენაზე სხვა რაც გნებავთ ის დაარქვით, მოხდა რაღაც, რას აკეთებს ამ დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები. ეს გეგმა არსებობდა? ეს გეგმა არსებობდა, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, პირველივე გასროლის შემდეგ და ამას რიგითი დაგიდასტურეთ, რომელიც ერთი თვის გაწეულია შეიარაღებული ძალები. პირველივე გასროლის შემდეგ გეგმა, რომელიც არის აბაზისო, ის ყოველთვის იცვლება. მას უნდა გადაგეგმა, გამოწვევების სხვა არის, ინფორმაცია სხვა. მაშინ ასე გითხარით, საბაზისო გეგმა რას გულისხმობდა და მე როგორ დააკორექტირეთ? საბაზისო გეგმა, ამას აქ ვერ მოყვებით. ეს შეიძლება ეს უბრალოდ ნებისმიერი ფორმატი შეგიძლიათ შექმნათ, სადაც სამხედროებიც იქნებიან, კი ბატონო. ესე იგი არსებობს რაღაცა საბაზისო გეგმა, მადლობა რომ გითხარით და ამ გეგმის კორექტირება ხდება მოვლენების განვითარების და მიხედვით უკვე 8 აგვისტოს. სანამ ამის კორექტირებას აკეთებთ, თქვენ რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გიბრძანათ, რომ ჩაახშეთ ცეცხლის წერტილები. შემდეგ ალბათ ღამის განმავლობაში მასთან კვლავ გქონდათ კონტაქტი. კი. და რას გეუბნებოდათ? სიტუაცია უნდა მოახსენო. ახსენებდით დროდადრო სიტუაციას. რას ახსენებდით, რომ ზოგან წარმატებული ვარ, ზოგან წარუმატებელი? სიტუაციას რაც ხდებოდა. რა ხდებოდა? რა ვიცი, რაღაც მიმართულებაზე შევძელით ამის გაკეთება, გამოიკვეთა სხვა სამიზნეები, ახლა იმ სამიზნეებზე მუშაობთ, გეგმას ვაკეთებთ იმისთვის და ძირითადი გეგმა რაც შეიძლებოდა ჩვენთვის ყოფილიყო და რაც ამ ბრძოლის შემდეგ შეიარაღებულმა ძალებმა შეძლო თავდაცვის ძალებს არ მინდა მარტო შეიარაღებულ ძალებს მიეწეროს ეს, იმიტომ რომ სამხრებიან ტერმინს ვიხვარ, იმიტომ რომ ყველა გადასულია შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში, ყველა თავის ამოცანას ასრულებს. ეს იყო მძევლის სიტუაციაში მყოფი ხეობისგან ხალხის გამოყვანა. ძირითადი დავალება იყო ეგ. ვინ მოგცათ ეს დავალება? უმაღლესმა მთავარსარდალმა. პირველი ამოცანა. 7-ში ღამით? არა, 7-ში ღამით არა. უკვე 8-ში რომ აი მე წერტილების ჩახშობიდან
წერტილების შახშობაზე რო გადავედით და შემდეგ ეგ უკვე სხვა რაღაცაში იზრდება, უკვე საფრთხე ემუქრება პირდაპირ ძევლად ყოფ ხეობას. კი ბატონო, გეთანხმებით, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ესე იგი პრიორიტეტი არის ამ დროს უკვე ხეობა. კი. ნახეთ, მოდით ჯერ სანამ გათენდება რო აგვისტო. თქვენ მიხეილ სააკაშვილთან გაქვთ 7-ში ღამით მუდმივი კონტაქტი? ეს არ გვიკვირს. თუ გავარქმევთ მაგას მუდმივ კონტაქტს კი ბატონო. ბატონო, მუდმივ კონტაქტში რას გულისხმობთ ეგ არის. ყოველ 10 წუთში არა შეიძლება. ღამეში 12 საათია და 5-6 ჯერ მაინც ხო დაელაპარაკეთ, არ ვიცი, რამდენჯერ დაელაპარაკეთ? რა ვიცი, ბევრჯერ ალბათ. ხო, მრავალჯერ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგება. და არა მარტო მასთან, იმიტომ რომ ამ დროს უკვე საჭიროა რომ კიდევ ვისთან? რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრთან. მინისტრთან. შინაგან საქმეთა მინისტრთან? შინაგან საქმეთა მინისტრთანაც. კი ბატონო. ხომ არ იყო ამ სამ პირს შორის რაღაცა მაინც სამოქალაქო პირები იყვნენ სამივე თქვენგან განსხვავებით და რაღაცა განსხვავებული მიდგომები, ინსტრუქციები, ბრძანებები. არა, ერთ ჭკუაზე იყო სამივე. ხო, ნუ თუ რას გულისხმობთ მითხარით და პირდაპირ გეტყვით. ერთ ჭკუაზე ყოფნა რას ნიშნავს? ერთ ჭკუაზე ყოფნა ნიშნავს, როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი გეუბნებათ, რომ ჩაახშეს საცეცხლე წერტილები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხომ არ ქონდა ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრს ან თავდაცვის მინისტრს განსხვავებული მოსაზრება. მაგალითად, ის რაც თქვენ თქვით, რომ უზნაძის ქუჩაზე როცა შეიკრიბეთ, მაშინ ყველანი შეთანხმდით, სადაც იყო თავდაცვის მინისტრი, რომ ვუპასუხოთ მოთმინებით. ამას გულისხმობ სხვადასხვა ჭკუაზე ყოფნას. ხომ არ იყო ასეთში 7-ში ღამე? არა, ასთა სხვადასხვაობა. ასთა სხვადასხვაობა არ იყო ამ სამ პირს შორის. კიდევ ვინმე მაღალი თანამდებობის პირს ხო არ ქონდა თქვენთან ღამით კონტაქტი ამ სამი პირის გარდა? არა. სხვა სამ გამორიცხული. არავის, კარგი. შესაბამისად თქვენ ახსენებდით, რომ რაღაც შეძელით, რაღაც ვერ შეძელით და გათენდა 8 აგვისტო. 8 აგვისტოს უკვე არის ფიზიკური თათბირები და შეხვედრები გორში. ამას ამბობთ? არა. 8 აგვისტოს უკვე ჩვენ ოპერაციის გადაგეგმას ვაკეთებთ. დიახ. უკვე საველე შტაბი გვაქვს. სად? ამასაც დახურულმაზე გეტყვით, რა ვიცი, თუ არ იქნება უპრიანი მე მგონი. ეს არა ედრომები. თორე გვაქვს. ქალაქი თუ სოფელი იყო? სოფელი ახლა გორთან ახლოს სხვა რა უნდა იყოს, სოფელი. სოფელი. საველე შტაბი ახლოს მიწეული. გასაგებია. გაქვთ თქვენი შტაბი და იქვე სადღაც აქვს ეს საველე შტაბი მაბადიეთ, არის პრაქტიკულად მობილური შტაბია, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვარ ვწდები, თუ კარგად მახსოვს, ორჯერ შევუცვალეთ ადგილი. კი ბატონო. დღესაც არსებობს ეს შტაბი? ეს შტაბი დღეს არის. არა, აბა რა არის დახურული იმაში, ამდენი წლის წინ სად იყო საველე შტაბი? არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა დაჭირდება შეერაღებულ ძალებს და ისი გამოყენება დაჭირდება, ამიტომ თქვენ უკეთხედავთ რა ჯობს ჯარისთვის. ალბათ ხვდებით, რომ ტაქტიკურად ხელსაყრელი ადგილებია, რაზეც ვლაპარაკობთ და ნუ კი ბატონო, სოფლად არის, ეს არ არის გორში, ამის თქმა მინდა, ეს არის სოფლად. არის საველე შტაბი. მაგრამ პარალელურად იქ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც თავისი შტაბი აქვს. მე გამოვდივარ ამ შტაბიდან. რომელი შტაბიდან? არა, ხშირად, ჩემი შტაბიდან, მობილური შტაბიდან გამოვდივარ და მივდივარ მაგალითად უმაღლეს მთავარსარდალთან შესახვედრად. ერთ-ერთი შეხვედრა იყო გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფის შენობაში. 8-ში. რომელ საათზე? საათი ზუსტად არ მახსოვს. ეს 5 საათზე ხო არ ხდება დაახლოებით, არა. უფრო ადრე? ჩამოსულია სააკაშვილი გორში. ვინ ესწრებოდა ამ თათბირს? ჩემებიდან მე და დათო კეძერაშვილი ვიყავით, ანუ სამხედროს ვარ ყოფილა იქ და რაღაც დაახლოებით შემიძლია ვთქვა 9 საათიანი შეხვედრა ვქონდა. ჩემი დროიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე მეტი რაც არის საშური, რომ ესეთ ადამიანს დრო არ უნდა წაართო. დრო არ უნდა წაართო ლაპარაკში. იყო ივანე მერაბიშვილი, იყო რამოდენიმე მისი დანაყოფის მეთაური შეიძლება ყოფილიყო, რამოდენიმე გვარებს ვერ გავიხსენებ. ბატონი შალვა ხო არ იყო ჯანიში? შალვაც იყო? შალვა ამ შემხვედრაზე? კი, იყო შალვა. იყო შალვაც? იყო.
გორში ამ შეხვედრაზე. ესე იგი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, გენერალი გოგავა, ბატონი შალვა ჯანაშვილი კიდევ განაჩენი გვარები არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება იერარქიაში დაბალი უგულავა ხომ არ იყო, რომელსაც უგულავა მან არ მინახია. უგულავა სხვაგან მინახია. კი ბატონო. ამ შეხვედრაზე რა გადაწყდა? უკვე მძიმე ვითარებაა, ფაქტია. მე პირისპირ, რასაც ვახსენებდი, უბრალოდ პირისპირ მითხრეს, რომ აქ არის, უნდა შენი ნახვა, მივედი და პირისპირ გავესაუბრე რა. ამას ისმენდნენ სხვებიც. კი. ამ დროს უკვე მიდის კორექტირება, ხომ? ამ დროს კორექტირება მიდის გეგმის და უკვე ცხინვალის ასე თქვათ მისადგომები ქალაქის ერთ ნაწილში შესვლა ხდება, იმიტომ იქ უკვე დინამიურად მიდის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. მაგრამ აქ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, ის კომისიაც ამას ხაზს უსვავდა, მე ძალიან დიდი ასე თქვათ განხილვები მოყვა ამას მამუკა ყურაშვილთან დაკავშირებით ცენტრალურ მიმართულებაზე, რატო იყო ესა სამშვიდობოების ჩვენი უმაღლესი წარმომადგენელი მეთაური. გაგაწყვეტინებთ ბოდიში, ყურაშვილთან დაკავშირებით იყო, მაგრამ აი ყურაშვილი ამ ძირითად მიმართულებაში რომ ავხსნათ, იგულისხმება ცხინვალი. ცენტრალური მიმართულება. ძირითად მიმართულება არის ცენტრალური. ცენტრალური იგულისხმება ცხინვალი. ესე იყო დაყოფილი. ცხინვალი. კი. ხო. ცენტრალური მიმართულება, ანუ ცხინვალში შესვლა, ამაზე პასუხისმგებელი ხდება ყურაშვილი. ამ შეხვედრაზე შეთანხმდა ეს გორში? ყურაშვილი არ ხდება ცხინვალში შესვლაზე პასუხისმგებელი. აბა? ყურაშვილი სანამ ცხინვალში შესვლა მოხდებოდა, მანამდე იყო მიმართულებაზე და მე ამას აქაც ვადასტურებ და ამას აქვს ახსნა, რამაც გარკვეული წარმატებები მოიტანა ჩვენთვის. და რატომ? და რა იყო ჩვენი ჩანაფიქრი? ბატონო ზაზა, ნახეთ, რასაც ამბობთ, ეს უმნიშვნელოვანესია ახსნა, მაგრამ ახსნამდე სანამ ვართ არ დაგავიწყდეთ, რასაც ამბობდით. გენერალი ყურაშვილი, რომელ შეხვედრაზე ჩაუყენეს სათავეში? არავის არ ჩაუყენებია. ეს მე გავაკეთე კარალეთის შტაბში. თქვენ გააკეთეთ? მე გავაკეთე ეს. ხო და გითხარით. კი ბატონო. კარალეთის შტაბში. ბევრი მოქმედი სამხედროა, რომელიც შეიძლება მოვიდეს და ეს დაადასტუროს. ეს ჩემი გადაწყვეტილება. 7-ში თუ 8-ში? 8-ში. დილით. როდესაც უკვე კორექტირება ხდება. დილით თუ უკვე მიშასთან შეხვედრის მერე. არა, არანაირი, არ განმიხილია. არც ერთი მიმართულების მეთაური მე მასთან არ განმიხილია. ესე იგი, სააკაშვილთან გორში შეხვედრამდე თქვენ უკვე ეს გადაწყვეტილება ყურაშვილთან დაკავშირებით გაქვთ მიღებული ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად. ძალიან ბევრ შეუძლია დაადასტუროს, ძალიან ბევრ. მოქმედმაც არ ამოხდა. როგორ დაადასტურებდნენ, იქ იყვნენ? იქ იყვნენ. კერძოდ ვინ დაადასტურებს ამას? ჩემმა, ესე იგი, სახმელთო ჯარების სარდალი. კი ბატონო. მამია ბალახაძე, ახლა აკადემიის რექტორია. ჩემი მოადგილე შმაგითელია, პოლკოვნიკი შმაგითელია. მოადგილე ოსეფაიშვილი. სამხედრო ხალხი ყველა ამას დაადასტურებს. ესე იგი, თქვენ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება. და თვლით რომ ეს არის სწორი და აგვიხსნით რატომ არის სწორი. შემდეგ არ გამოგრჩეთ ეს უნდა აგვიხსნათ. შემდეგ მიდიხართ უკვე უმაღლეს მთავარსარდალ სურს თქვენთან შეხვედრა გორში. იქ ახსენებთ შექმნილ ვითარებას და საუბარი ეშლებოდაო ან არ უყარდაო ვერ დავაბრალებთ და რაღაცა ხომ გითხრათ ან დავალება მოგცათ ან შეფასება რა თქვა. დეტალურად გვაინტერესებს. ხო, კმაყოფილი იყო, უკმაყოფილო იყო. ეს არ არის საღამო და არც დილა, შუადღეა. 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 რას ამბობს 8-ში გორში ხდება ეს? რას ამბობს? მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ შეხვედრაზე არ მახსოვს არანაირი კატეგორიული ტონი, ხო? უბრალოდ მოისმინა ეს ყველა ფლანგის ასე ვთქვათ მოვახსენე როგორ იყო წაწეული, მარცხენა ფლანგი ცოტა წინ იყო. წაწეული მარჯვენა ფლანგს უჭირდა ჯერ კიდე არ იყო ფრისებთან ასე ვთქვათ მარჯვენა ფლანგიდან ასე ვთქვათ ოპერაცია განვითარებული და ის რაც მე შევთავაზე შემდეგ ეს იყო რომ დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალზე რათა წვერი ახოს სასიცოცხლო გზა არ ყოფილიყო ასე ვთქვათ მის ცეცხლის ქვეშ
ანუ შეგვესუსტებია მარჯვენა ფლანგი, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან, რომ მიგვეცა საშუალება იმ ძევლად ყოფი მოსახლეობისთვის ხეობა დაეტოვებინათ. მას არ ქონდა რაიმეს ემოციური ადამიანი არ ვიღად რომ თქვათ და მე არ ვიცი ბევრი ადამიანი აღნიშნავს ამას და მე არ შემიძლია ხა რაღაცა უარზე შევდგე რომ ის ემოციური ადამიანი არ იყო, მაგრამ ზაზე გოგავას ის ესე არ ელაპარაკებოდა. მე შემიძლია ეს კიდევ კარგი თუ იყო ადამიანი, ვისაც ეს ასე არ ელაპარაკებოდა, ძალიან კარგი. ასე არ ელაპარაკებოდა. ასე არ ელაპარაკებოდა. ბევრი წუთები მაგ და საათები გატარებული მის კაბინეტშიც და მას ჩემ კაბინეტში შეერაღებულ ძალებში. კი ბატონო, ეს თქვენი პროფესიული ურთიერთობა იყო, კი ბატონო, და იყო მშვიდი. არ განიცდიდა გორში იმ დროს ის რაიმე ტიპის შეშფოთებას. არა, ეხლა მე გითხრათ ეხლა რომ აი დალაგებული იყო და მაპატია და ფეხებზე ეკიდა და ბუზებში. შვიდად არ იყო, ამის გაგება გვინდა, შვიდად არ იყო ადამიანი. შვიდად როგორ უნდა იყოს, ანუ როგორ უნდა თქვა რომ შვიდად ვიყავი. გავიგე. და აი აქ გადაწყვიტეთ რომ თავარი ამოცანა ხდება ხალხი? რა თქმა უნდა. ამ დროს გორში შუა დღეს. მაგრამ მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება რომ დაწოლა მოგვეხდინა, ანუ ესეთი თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან, აქვე შემიძლია ჩავურთო ხან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და ძალიან შტერი უნდა იყო მაპატიეთ ამ სიტყვაზე, რომ ცხინვალში თავი შეყო და იქ სამხედრო ოპერაცია წვილად დაგეგმა. არაფერში არ გჭირდება და ამის მიზანი იყო ეს მეტი არაფერი. რომ ის ასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი. რაც ჩვენ გამოგვივიდა. და ამ შეხვედრაზე თქვენ რომ შესთავაზეთ რომ მოდი სამოქალაქო მოსახლეობა გავხადოთ პრიორიტეტი? დიახ. მან რა გიპასუხათ? არაფერი, თანხმობა მისი თანხმობა რო არ იყოს ამაზე რთულია, იმიტომ რომ უმაღლესი თავარსარდალია კონსტიტუციური მოწყობა, ესეა, ომია, ომში გაცემული ბრძანება არ არის ის, რომ სადღაც კანცელარიის ეზოში მითხრა, რომ ზაზა იქ წადი რაღაც ნაწილში ცუდი რამე მომხდარა და გადაწყვიტე. ამიტომ ეს პასუხისგებლობა და თუ რაიმე იქ საწინააღმდეგოა, მეთაურმა ეს იქ უნდა განიხილოს. მე შემიძლია ამის კეთება. შემიძლია. თქვენ რომ დაგირეკათ უმაღლესმა მათ თავარსარდალმა და დაგავალათ ბრძანება გასცა, რომ ჩააქრეთ ცეცხლები. დიახ. ამან შექმნა თუ არა გარკვეული მოდით სალაპარაკო ენაზე ვიტყვი სურპრიზი. ჩემთვის? თავდაცვის ძალებისათვის. ხომ არ იყო უკეთესი მაგალითისთვის ბოდიშის მოხდი თუ ამ მკითხულობ ამას, იმიტომ რომ მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ნებისმიერი თავდაცვის ძალები სამოქალაქო პირებისთვის არიან პირველ რიგში, ამიტომ კითხვები გვაქვს. ხომ არ იყო უკეთესი რომ მივყოლოდით იმას, რაც ითქვა თავდაცვის სამინისტროში, რომ მოთმინებით უპასუხოთ ამას და უფრო ცეცხლის ჩაქრობაზე კი არა, თავდაცვით ოპერაციებზე გავაკეთოთ აქცენტი და უფრო სამოქალაქოების დაცვაზე ან და ვთქვათ როკის გვირაბის პარალიზებაზე, ხიდის აფეთქებაზე. ეს შეიძლება ობივატელის კითხვებია, მაგრამ ეს კითხვები არის. დიახ, და ძალიან მარტივად და გულახდილად შემიძლია გიპასუხოთ. დიახ. თავიდანვე აღნიშნე რომ ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია მანევრული თავდაცვა ქვია მას. სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთა. სულთან თუ მიხვალ ხუბესთან დადგები და მაპატიეთ კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ. და ის რომ გამოვლენ ამ ქვეყანაში ბევრი სამხედრო ექსპერტი. აქედან მინდა მივმართო ყველას რომ შეიძლებოდა იქ ვირაბის ამოკეტვა თურმე და მე ამ მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეერაღებულ ძალებში, მაშინ გაიკეთებიათ. ილუზია იყო, კი ბატონო, თქვენი აზრით. ამ ილუზიებმა ბევრი რამე მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი ჩვენმა მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა. გასაგებია. ეხლა თქვენ გაიტანეთ თქვენი ასე უხეშად ვიტყვი და დაგეთანხმათ უმაღლეს მთავარსარდალი, რომ მოქალაქეებია პრიორიტეტი. და ამისთვის მუშაობა დაიწყეთ. და მოახერხეთ თუ ვეღარ გვიანი იყო. ეს მოახერხეთ. რა მოახერხეთ? აი ამ ხალხს თქვენ ხედავთ ახლა იმ ასე თქვა ევაკუაცია მოახერხეთ. საცხოვრებლებში უღურეთ რომელი სოფლების ევაკუაცია– ყველა ხეობიდან რაც კი სოფლებია თითქმის ყველა გამოვიდა.
თქვენი ძალისხმევით. უმეტესობა ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. მათ შორის ქურთადან. ეს ხეობას ეკუთვნის. ქურთა, აჩაბეთი, ზემოაჩაბეთი. ამიტომ გეკითხებით. ქურთადანაც თქვენ გააკეთეთ სამხედრო ძალებმა. ერთი ის არის, ერთი გადმოსასვლელი აქვს. ლიახზე, ამოდიან წვერიახოზე და გამოდიან. სხვა გამოსასვლელი მანდ არ აქვს. და თქვენ გამოიყვანეთ. ჩვენ შეიარაღებული ძალების ამ გადაწყვეტილებამ ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიყო შეიარაღებულმა ძალებმა და ესეც უნდა იყოს ხალხს ემსახურები ჩვენ. მათი წარმომადგენლები ვართ და მათი შვილები ვართ და მათი მეუღლეები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოსახლეობა გამოვიდა ან თავისით იგრძნო საფრთხე, ან უარი თქვა გამოსვლაზე და დახვრიტეს და თუ კი ვინმე გამოვიდა ტელეფონით ნაცნობების მიერ შეტყობინებით, რომ ხომ ხედავ რაც ხდება თავს უშველე. ეს ასე არისო? ხო, დავაზუსტებთ, რომ აცდენაში არ ვიყო. დიახ, თუ შეიძლება. თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ შეიარაღებული ძალების ესკორტირებით იქ ჩასული ადამიანების, ავიც გამოდით სახლებიდან პრობლემა, ესეთი რამე არ მომხდარა, მაგრამ ამ ძალისხმევით ის გზა ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფლად. ანუ არხი დაიცავით გამოსასვლელი. დავიცავით ეს არხი. მაგაზე გეთანხმებით. რომელი არხი იყო ეს? წვერიახოს გადმოსასვლელია ეს. ის დაიცავით, რომ ხალხი ვინც თავს შველის თავისით. რა თქმა უნდა, თავისით. რომ გასასვლელი მას. ამ დროს სხვა გზა მათამდე მიღწევის სხვა გზა არ არსებობს ამ დროს. დამერწმუნეთ. ეს შეტევა ზუსტად მეორე შეტევა. მაგრამ შვიდში თავდაცვის სამინისტროში როცა თქვენ თქვით, რომ მოთმინებით ვუპასუხოთ, მაშინ არ გისაუბრიათ, რომ მოდი თან მოთმინებით ვუპასუხოთ და თან ეს ხალხი გამოვარიდოთ, იმიტომ რომ მეორე მხარემ დიდი ხნის წინ გაიყვანა ხალხი. მეორე მხარემ გააკეთა ეს. თქვენ რატო არ გააკეთეთ? ესკალაციისთვის ეს არის იმ პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ რა. ამას ქვია ომისთვის მზადები, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ რაღაცა პოზიცია შეგერბილებია. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან, პირდაპირ წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, ჩვენ წავედით ევაკუაციაზე. კარგი. აშინ აქ არ ვიჯდებოდი, ეხლა ხააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი ქალბატონთი. მოდით ამაზე არ გიპასუხებთ. კარგი. ეს ასე, მე ორ-სამ კითხვას დავსვამ და გავჩუმდები, თუმცა კითხვები მრავალია თქვენთან. რეზერვისტებზე ვინ იყო პასუხისმგებელი? გენერალი გოგავა. თქვენ იყავით პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა. ეს საომარი თეატრია. თავარსარდალი ვარ. მე ვაგებ ამ გადაწყვეტილებებზე პასუხს. კარგი, არსებობს ტელეეთერები, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში თავად ნახოთ. სადაც გვიხსნიდნენ ჩვენ მოქალაქეებს ტელევიზიით, რომ ამ ყველაფრის კოორდინაციას აკეთებდა თბილისის მერი ბატონი უგულავა. ეხლა უყურეთ. იქნება აგვიხსნათ ეს რა არის. რაც შეეხება რეზერვის სისტემას. აქილევსის ქუსლია ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის დღესაც. ეს არ მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ რაღაცებზე თავი გავიმართლო ჩემი პასუხისმგებლობიდან. ეს არის ახალი სისტემა. თუმცა ის რეზერვის დანაყოფები, რომელიც კი ასე თქვა, გარკვეულ ადგილებზე ჩავთეთ, ქაოტურად იყო, გეგმიურად იყო, დავარცხნილები იყვნენ თუ მოწადებულები არ იყვნენ, მათ მინდა მადლობა უთხრა აქედან და თავზე ასე თქვა, ამოცანები ასე თუ ისე შეასრულეს. ბოდიში მე უნდა მოუხადო იმ მოხალისეებს, ვინც მოგვაკითხა, ბევრი იყო ესეთი საქართველოს მოქალაქე და უბრალოდ ჩვენ უარი უთხარით მათ, იმიტომ რომ არსებობს წარმოიდგინეთ ახლა კადრირებული ბრიგადები, რომლებშიც დაახლოებით 5 ოფიცერია. ანუ ეს სისტემა შექმნა დაწყებული ამისი შექმნა. თუ ვინმე ამ ქვეყანაზე მოიძებნება ისეთი რომ იტყვის რომ 2008 წელს საქართველოს არც გაგვიჟებულ ვარ ეგრე რომ საზოგავამ გამოაცხადოს ახლა რომ ჩვენ რეზერვის სისტემა შევქმნით ისეთი რომ ამ რეზერვის სისტემა შემდეგ შედეგები მოეტან არა. შექმნის მაშინ მყოფი სარეზერვო ისენია, სადაც არ ყოფნის ოფიცრები. კადრირებული ბრიგადა წარმოგიდგენთ, ბრიგადაზე 5 ოფიცერიც კი არ აქვს. ამ დროს პრაქტიკულად მათი შეკრების ადგილები, ესენი უკვე ყველაფერი იყო, ამას ჩავთეთ მუნიციპალიტეტები. რო ტრანსპორტით იმით ყველაფერი გეთანხმებით, რომ რაღაც აი უხეშად რო შეხედო ამას, ხო? სამხედროსთან მიახლოებული არაფერი არ აქვს. ესეთი რეალური მდგომარეობა იყო მაშინ.
ანუ თქვენ ადასტურებთ იმას, რაც ჩვენ ბოდიშს ვიხდით გამოთქმისთვის გასაცოდავებულ, განერვიულებულ და ჩვენი ნერვიულობა რა მოსატანი იყო, იქ ხალხი სამოქალაქო მოსახლეობა ჩარჩენილი იღუპებოდა. იგივე განცდა გქონდა, რომ ეს იყო რეზერვის სისტემა, ყველაფერი გარდა სამხედრო სისტემისა. ხო, რა თქმა უნდა. ეს იყო ჩანასახში და უკულავა რომელი სამხედრო სპეციალისტი ყავდა რომ პირდაპირ გეუბნებით თქვენ. ჩვენ დავალება გავეცით, რომ მუნიციპალიტეტების მივეცით ამისის, რომ მათ შეეკრიბათ ტრანსპორტი მიეცათ ამ ხალხისთვის. ყვითელი ავტობუსები და არანაირი იქ რომ ვიღაცა ჩადგომოდა მან სათავეში და მე ისინი რაღაც ამ კარგი, ცოტა უკანო დავრუნდეთ. ესე იგი, თქვენ რომ დაგირეკათ უმაღლესმა მთავარსარდალმა და გითხრათ, დაადგინეთ ბატონო გენერალო წერტილები, თქვენ ამბობთ, რომ ერთზე მეტი წერტილი დაადგინეთ შემდგომში. დაადგენილიც ჰქონდა მანამდე. მანამდეც ჰქონდათ დადგენილი. და რომ ეს იღებს უკვე სახიფათო მისი გადასახედიდან და ობიექტურადაც ალბათ მასშტაბს და გახსენით ცეცხლი, ეს დაგავალათ. რაც თქვენ შეასრულეთ. კი. საათი რომელია ეს, აი დავალება და ცეცხლის გახსნა? ძალიან მალე. მალევე. 12 საათამდე, ხო? 7 აგვისტოს ბატონო 15 წუთის ინტერვალია 23 და 45-ია მიიღებს დავალებას. ეხლა გათვლას და რა ვიცი იმას გამზადებას სჭირდება იქ დროდან ეხლა. აი დავაჭირე. მე ნახეთ ბატონო ზაზა ბრიგადები. ეს დავაზუსტებ კიდე. აი ცნობილი კადრები რო აჩვენებენ რო ცხინვალი ტელევიზიები რო გადასცემენ პირდაპირ ლაივში. ეს ის ცეცხლის გახსნა. ცხინვალი არის ცხინვალი არ დაგვიგომბია ჩვენ. სადაც არის? ანუ ცნობილი კადრები როა რო გრადები ეს ის ცეცხლის გახსნა. ნაწილობრივი ცეცხლი. რომელიც ცხინვალის მიმართულებით არ არის. სანამ ბატონი გურამი დაგისვამთ კითხვას, თქვენ ამასობაში გჭირდებათ ძალის მობილიზება. გასაგებია საცეცხლი წერტილები, ცეცხლი გახსენი, ამას ასრულებთ, მაგრამ ეს სხვა მიმართულება. ეს ამდენი ხალხი. ხომ? ცოცხალი ძალა. თქვენ უკვე შეყვანილი ყავდათ თუ მერე დაიწყეთ ღამეს შეყვანა? მობილიზებული ყავდა, მაგრამ შეყვანილი არ. სად ყავდათ მობილიზებული? ზოგი ბაზაზე, ზოგი წინწაწეული. წინწაწეული და შემდეგ უკვე 8-ში იწყებთ შეყვანას. და პლუს გენერალი ყურაშვილის შესახებ იღებთ გადაწყვეტილებას. ამ დროს რა როლი აქვს ბატონ შალვა ჯანაშვილს? ბატონი შალვა ჯანაშვილი ერთ-ერთი მიმართულების მეთაურია, ეს კარალეთის საველე შტაბში წდება. დიახ. და არა ცენტრალური მიმართულება. თქვენ იქ ხართ ამ დროს, როცა ეს წდება? მე ვაძლევ ამ დავალებას პირადად. რომ მან თქვა თითქოს თქვენმა მოადგილემ მისცა და გვარი ვერ გაიხსნა. ჩემმა მოადგილემ არ ვიცი მე გაკვეულწილად რაღაც ნაჭრებს უსმენ და ჩემი მოადგილე როცა ლაპარაკობს ესაუბროს, ოდესაც ის უკვე არის ცენტრალური მიმართულების მეთაური და არა იმ თავი ეს ადგილზე ამბობს რომ რაღაცა აირიაო. ხო, გასაგებია. ჩემს ადგილს უდეზე ვერ მივედი. მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილება. ჩემი გადაწყვეტილება და იმიტომ რომ ცხინვალი არის დასახლებული პუნქტი. დასახლებულ პუნქტში საჯარისო ნაწილების შეყვანა შეიძლება ძალიან დიდ წინ დაუხედავ ნაბიჯად აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სამხედროებმა მინდა გითხრათ სამოქალაქოებთან მოქცევის ნაკლები წესები იციან. ვიდრე პოლიციურმა დანაყოფებმა. კარგი, ბატონო ზაზა, ნახეთ ბევრი. კი ბატონო. თქვენ გადაწყვიტეთ ეს, ამ დროს იქ არის ვანო მერაბიშვილი. როცა თქვენ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის. მან თქვა რომ ჩემი მინისტრი იქ იყო. შეიძლება. ხო. უმაღლეს მთავარსარდალი იმ დროს იქ არ არის, არც სატელეფონო კავშირზე. არ არსებობს. თქვენ ამას იღებთ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ და თან ყველა მეთაურს ვეუბნები, თანახმა ხართ ამაზე თუ არა. კი ბატონო. და ბატონი ვანო რას ამბობს ამ დროს? არაფერს. სულ ჩუმადიჯდა? რა თქმა უნდა, რატომ? რა წარმოგიდგენია თქვენ, რომ ჩვენ რაღაცებს გეგმავთ იქ და შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა მაპატიოს დიდი პატივისცემით, halstuხიანი გამოწყობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ გეგმის შედგენაში? კარგი, მაგრამ მაშინ ასე შეგიტრიალებთ კითხვას.
თქვენ რა უფლება გქონდათ რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს აძლევთ ომია უკვე გამოცხადებული 8 რიცხვია ამიტომ ყველა დანაყოფი ჩემ დაქვემდებარებაში და შეგიძლიათ ეს უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ მე ვარ მეთაური აზრი ბაბადეთ დავაზუსტებ ომის გამოცხადება მე თუ სწორად მახსოვს და თუ რამე შეიძლება შემესწორეთ 9-ში გააკეთა პრეზიდენტმა მოახდინა რატიფიცირება პრეზიდენტის ბრძანება 9-შია გამოქვეყნებული სადაც ომის დაწყების თარიღად 8 არის დასახელებული ეს ცალკე საკითხია მაგრამ 9-შია და ომი არ არის გამოცხადებული 8-შია ომი გამოცხადებული ანუ თქვენ რო გადაწყვეტეთ საკმარისია რომ ყველა თქვენ დაგემორჩილოთ ყველა უწყება გადაწყვეტილება მაშინდელი კონსტიტუციური მოწყობა იყო ესეთი ავტომატურად ყველა სამხრეებიანი დანაყოფი გადადის გენშტაბის დაქვემდებარებაში დიახ მაგრამ ეს ხდება 9-ში მისი გადაწყვეტილება 9-ში ხდება პარლამენტის არა 8-ში ხდება ბრძანების გამოცემა ხდება 9-ში თუ 8-ში 9-ში დიახ მაგრამ ისინი უკვე წინასწარ გემორჩილებიან კი ბატონო გემორჩილებიან გასაგებია და ბატონი შალვა ჯანაშვილი ბრძანებს რომ ის იყო ერთადერთი მეთაური რომელმაც მიიღო ბრძანება შესულიყო ცხინვალში სახმელეთო გზით და ის შევიდა ცხინვალში ადასტურებთ ამას ხო? არა მარტო ის აბა ვინ შევიდა? სხვა დანაყოფიც იყო მაგრამ მე ვამბობ მისი დონის ხელმძღვანელი მე ერთადერთი ვიყავიო და ჩემი შენაერთები და პლუს სამხედრო ბათუმის ცალკეული ბატალიონი ხო ანუ ადასტურებთ რასაც ბატონი შალვა თავდაცვის სამინისტრო შეერაღებული ძალების მაგრამ ნახეთ რას ამბობს ბატონი შალვა თქვენ რო ამბობთ რომ მემორჩილებოდნენ და აბსოლუტურად გეთანხმებით ვინ ეკითხება შინაგან საქმეთა მინისტრს რა მეთქვას ამ ბრძანება გასცეს იქ სადაც არის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ბატონი შალვა ამბობს ესეთ რამეს მეო კარალეთის შტაბში დამევალა ცხინვალის დასავლეთის მიმართულებით წასვლაო და კონკრეტულ ადგილზე გაჩერებაო თუმცა ადგილი ვერ დაასახელა ეს არაუშავს შეიძლება არ ახსოვს ეს მივიღეო და მე დავიძარი ამ დასახული ამოცანის შესასრულებლადო მაგრამო მე გამაყოლეს ორი სამხედრო მომამაგრეს ორი სამხედრო პირიო ორი პირი და გამაყოლეს ტექნიკაო მე ჩემი ტექნიკაც ყავდაო მაგრამ მათაც დახმარება აღმომიჩინესო იქო წავაწყდითო თუმცა იძახის რომ რუკა გქონდა და ასე შემდეგ წავაწყდითო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს ამას რომ წავაწყდითო სარწყავ არხსო ტელეფონის არხი ხო ვერ გაიხსენა სად იყო ტელეფონის არხია ეს კი ბატონო ჩვენ ერთ-ერთი დამცავის ღუდე მოვაწყეთ უკან და კი ბატონო და თავდაცვის ტექნიკა გადავიდაო ჩემი ტექნიკა ჩავარდაო მე იმის ამოთრევას დაახარჯეს დრო მე თავდაცვის ტექნიკა უკანვე გადმოვიდაო და ამ დროს დამირეკავ თუ მე დაურეკეს აღარ მახსოვს გადავიღალეთ და გადავახვეთ ნახავთ ას არა ამ წუთში მნიშვნელოვანი შედგა კონტაქტი მის მინისტრთან ბატონ ვანო მერაბიშვილთან და ვანო მერაბიშვილმაო მიბრძანაო რომ დატოვე მაქაურობა რა კი ვერ მიდიხარ იქ სადაც გაიგზავნე კარალეთის შტაბში მიღებული ბრძანების შედეგად წადი ზემო ნიქოზშიო და მე დამავალაო მისგან მივიღე ბრძანება რომ გადააწყვე კოლონა რომ ამასობაში ზემონიქოში შემდეგ დაზიანებები მივიღეთო მე კონტუზია მივიღე გადააწყვე კოლონა და შედი ცხინვალშიო ეს ბრძანება ჩემზე გასა ვანო მერაბიშვილმაო ჩვენ დაუსვით იცოდით თქვენ ამის შესახებ დიახ ეგ ვიყავი როცა ვანომ ეს როცა შედიოდა მაშინაც იქ ვიყავი როცა ბატონმა ვანომ ეს ბრძანება გასცა თქვენ იქ იყავით და თუ იქ იყავით ბატონმა ვანომ რატო გასცა ეს ბრძანება რომელსაც თურმე მანამდე არ აქვს შედიოდა მე იქ ვიყავი მაგრამ ბრძანება რო გავეცით მაშინ მე შტაბში ვიყავი უკვე გადაასწარით და მიასწარით და ეს არის ზუსტად ის პერიოდი როდესაც ვცვლი ეხლა რომ დავბრუნოთ ერთი წუთი ბრძანების გაცემის მომენტთან გქონდა თუ არა უფლება მით უმეტეს რომ ეს თქვენ გწოდნიათ და ეხლა არ იგებთ მე ეხლა გავიგე
რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემს ბრძანებას, რომ ვინმე ამ შემთხვევაში მისი მოადგილე შევიდეს ცხინვალში. ეს შუალედური რგოლია ჩვეულებრივად, ჩემგან აქ ეს და შეუძლია ამის გაკეთება. დოკუმენტურად ეს დასტურდება, რომ თქვენ ვანო მერაბიშვილი დანიშნეთ შუალედურ. ეს გეგმა, ეს ბრძანება თუ სადმე არის დოკუმენტურად დანიშნეთ არა. მას ივეცნეს, რომ დაუკავშირდეს შალვა ჯანაშვილს და დღეს რომ მისი დამოცანა ესე იცვლება. თქვენ დაავალეთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ გაეცნო. გამშელობა აქვს ჩემთვის, მე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ნებისმიერი კუთხით გამოვიყენო. მით უმეტეს ეს იმ სტრუქტურის ხელმძღვანელია, რომელსაც ნებისმიერი რაც არ უნდა დაჭირდეს შემდეგ ასე ვთქვათ, ლოჯისტიკის კუთხით, რა ვიცი, ყველაფერი რა, მიხმარების კუთხით. ბატონო ზაზა, ეს ყველაფერი სამხედრო გარეგნულ იებს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენა სამოქალაქო პირებს, რა გავაკეთო, არ ჯდება ჩემთვის ეს, იმიტომ რომ მე ხა ესეთი ღიად გეტყვით. ესეთი განცდა მიჩნდება, რომ თქვენ შემდეგ გადადიხართ ვანო მერაბიშვილის მოადგილედ, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება ეს ადამიანი და მიყვებით ნიშნავთ მრჩევლად. ეს ხო უბრალოდ არ ხდება. მე მინისტრად ვიმუშავე ბევრი წელი, ძალიან ბევრი წელი შემორჩი იმ თანამდებობას და ზუსტად ვიცი როგორ ნიშნავს მინისტრი მოადგილეს. ის თუ სანდო არ არის, არ ინიშნება. პიროვნული სანდო, პოლიტიკური სანდოობა. რა შუაში აქვს ამას? არა, ის განცდა რა მრჩდება, ამას გიხსნით, რომ თქვენ ვანო მერაბიშვილი დაუშვით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თქვენ თვითონ თქვით, არაფერი არ ესაქმებოდაო, დაუშვით, რომ დაგეგმარებაში, ხო? შემოგეყვანათ სამხედრო საქმეში არა უფლებამოსილი პირი. მე გქონდათ ამის უფლება, რომ დაუშვით. და ეს არ იწვევდა ჯარის დემორალიზაციას, რომ პოლიტიკოსები არანაირად ეხლა სპეცდანიშნულების რაზმების მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე შალვა ჯანაშვილი რომ თქვენ დაიხმარეთ, იქაც შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები, მაგრამ ამას რაღაცნაირად გავიგებთ, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც არანაირი გამოცდილება მე მგონი სამხედრო საქმეში არ აქვს, ხომ ასეა? და არც არაფერი სამხედრო გადაწყვეტილება არ მიუღია. თქვენ დაუშვით, რომ ეს ადამიანი მონაწილეობს საომარი მოქმედებების მართვაში. ეს არ იწვევს ჯარის მესიჯი გადასცა ბრძანება. მეტი არაფერი. კარგი. მეტი არაფერი. სარაბუგზე კითხავთ და არ დავმალავ, გადავიღალე და სხვებს დაუთმობ ადგილს. სარაბუგზე ჩვენ მივიღეთ ასეთი წერილი. წერილში ნათქვამი ასეთი რამ. 2008 წლის ომის დაწყებამდე ვიყავი 10 დღიან შვებულებაში. გამოძახებისთანავე გამოვცხადდი სამხედრო ნაწილში და 7 აგვისტოს ღამით უკვე ვიყავი საომარი მოქმედების არეალში. საბრძოლო მოქმედების დროს ვასრულებდი ყველა ბრძანებას, რაც მოდიოდა ხელმძღვანელობისგან. 2008 წლის ამ პერიოდში ჩემი აზრით იყო დაშვებული შეცდომები ხელმძღვანელობის მხრიდან. შეტევა, რომელიც განხორციელდა ბრძანების საფუძველზე სოფელ სარაბუგზე, იყო ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმე. მე არ ვამტკიცებ იმას, რომ რასაც ვკითხულობ სიმართლეა. მე გიკითხავთ რა მომწერეს, რომ თქვენ მერე თქვენს ფილტრში გავატარო და მითხრათ რა არის ტყუილი, რა არის მართალი. კონკრეტული სამხედრო ჯარისკაცი, ოფიცერი, აქ არ წერია ისა კონკრეტული ანონიმური წერილია ეს. არა, გვარისახელი წერია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ წერია რა დონის გამოცდილება აქვს ამ ადამიანს სამხედრო საქმეში. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანია, მაგრამ მე ვკითხულობ, რასაც მწერს. მე არ მაქვს ინფორმაცია რა ტიპის სამხედრო გამოცდილება აქვს, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს იყო უბრალოდ ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმეო. შესაბამისად, შეგვიშვეს, მიუხედავად ამისაო, შეგვიშვეს ბატალიონი. ვინაიდან ბატალიონს არ იყო ტერიტორია, ჩვენი ქვედანაყოფი მოექცა საკუთარი ცეცხლის ქვეშ.
აღარ გააგრძელოთ მე ალბათონცია რა. დავასრულებ, ხო შეიძლება. ამის მოსმენა არარელევანტურია. არარელევანტური არ არის, ამის მოსმენა იცით რისთვის არის კარგი, რომ თქვენ ეს პროფესიონალურ დონეზე გააბათილოთ. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა, დანაყოფმა, ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს ზაზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს, აქ? აბა ვის ახსენებს, ახლა რაზე მელაპარაკებით? არა, არ ახსენებს, თორემ გეტყოდით ამ წერილს თუ გნებავთ. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მერე წაიგნებს იწერება რა. კარგი. პატივიცენ იმ სამხედროების საფლავებს, რომელიც იქ არის. კი ბატონო, შესაბამისად ეს შეცდომა და ასეთი ტიპის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული. ეს იყო როგორ არ ყოფილა დაშვებული? ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ეც არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არა, სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. არა, მათ შორის ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ აზე უნდა ვიმსჯელოთ, 20 წელმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყვიტო. ეხლა მაგას მე რო თურმე მე უნდა დაუვისა, რა ქვია, პოზიცია მე უნდა დაუგეგმო. მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მივიდეთ და შეასრულოთ ისე ილაპარაკეთ, რატო შეიძლება თუ ისაუბროთ, არ არის ეს ტონი. არა, დაწმერდით ბატონოზე. არა. უემოციოთ აგვისტოს ომზე საუბარი არის გამორიცხული. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციის, მაგრამ ამ ომში თქვენი საუბრიდანაც გამომდინარე დასტურდება, რომ იყო არაერთი ხარვეზი. მე თუ თქვენ შემეკითხებით, რომ გავცვალოთ ადგილები ვირტუალურად ერთი წუთით. ხო? რომ გავცვალოთ ადგილები. მე გეტყვით, რომ თავარი წამყვანი ხარვეზი იყო ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები სამხედრო პირების და თავდაცვის ძალების ნაცვლად იღებდნენ გაუგებარ გადაწყვეტილებებს. შეიძლება ვცდები, შეიძლება არ ვცდები, მაგრამ ამას ვიკვლევთ. შესაბამისად, ასეთი ტიპის ერთი წუთით ასეთი ტიპის წერილებსაც ვიხილავთ ჩვენ და ვსვამთ კითხვებს, რომ შემდეგ ვიცოდეთ, რამე უნდა ავიცილოთ თავიდან თუ არ უნდა ავიცილოთ თავიდან. კარგი, შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ იყო დავალება სწორი, დავალების შესრულებისას დაშვებული იყო ხარვეზი და არასწორია ამის ხელმძღვანელობისთვის დაბრუნება. კი ბატონო, ემოციის გარეშე, უყურებთ? ზემდგომი მეთაურის დამოცანის დასვა მიდის, ზემდგომი მეთაურის მიერ ისმება ამოცა. დიახ. ხო? პოლიტიკურ ნაწილსაც რო გავიაროთ, ხო? პოლიტიკოსები სვავენ ამოცა. ომს პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. სამხედროს არ უნდა არც ომის დაწყება და არც დამთავრება, იმიტომ რომ წაგებული იქიდან წასვლა არავის არ უნდა. აქ რო არ ვიждეთ და ჩემთვისაც წია გამოწერილი ხო? ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. მე გავაგზელებ ახლა. ჩვენ ვიძლევით დავალებას. დანაყოფის მეთაური თუ ხედავს ადგილზე რომ მიზიდული ძალები უფრო მეტია ვიდრე უნდა იყოს, მაშინ ნირვანაში უნდა იყოს. ანუ მას რეზერვის საშუალებაც ექცევა. თუ ვერ ასრულებს დავალებას და ამაში რამე ხელს უშლის, მოხსენება გააკეთოს უკან. ან გადაგეგმოს. მთელი 2018 წლიდან ამ ქვეყანაში ისმის ამოცანით მართვა და ზუსტად ეს არის ამოცანით მართვა. და თუ არ ისმის ეგ მაგნიტალს. მოდით მეც ავღელდები და ხო იცით, ქალებს უკეთესი აღელვება შეგვიძლია მამაკაცებზე, რომლებიც დინჯები ხართ უფრო. და გკითხავთ, მაშინ მართალია თუ არა, რომ თქვენი ბრძანებით ან კიდევ რომელიღაცა გაუგებარი პოლიტიკოსის ბრძანებით მეოთხე ბრიგადამ მიიღო აღარ გააგრძელოთ ჩემი ბრძანება შემოტრიალების 90 გილიოტინაზე ვაგებ პასუხს რომ თქვენ გაეცეთ ბრიგადამ არ მიიღო ბრძანება მიიღო ერთმა ბატალიონმა ბატალიონმა და არა ბრიგადამ არამედ ბატალიონმა მიიღო შემოbrunების ბრძანება მარცხენა ფლანგზე მისული იყო საცეცხლე ზღუდეზე ცხინვალთან და მხარდაჭერა გაეკეთებია საცეცხლე და მან ეს შეძლო როგორ შეძლო ეს კიდე საკითხავია ვერ შეძლო თუ შეძლო ამის ვერ შეძლო ამის გარჩევა იყო თავდაცვის სამინისტროში სანამ მე წამოვიდოდი ესეც გავარჩიე მე ახალმა მისულებმაც გაარჩიე ადგენენ და ესენი შეადარონ ერთმანეთთან გასაგებია ამიტომ ეს ჩემი ბრძანებაა და თუ რომელიმე მეთაური იტყვის საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს საკუთარ ნებისმიერ ადგილზე სისხლის სამართლის იქნება თუ სადაც იქნება
და მე ამის უფლება მქონა, თუ არ ქონდა ამის შესრულებისისა, თუ არ ქონდა ამის რეზერვი, მაშინვე უნდა ეთქვა ჩემთვის. ისიც ვიცი, რომ დავით კეზერაშვილზე ამაზე ლაპარაკე, დავით კეზერაშვილთან გაცაერდა, პირადად მე ველაპარაკე მე-4 ბრიგადის მეთაურს. და მე მიპასუხოს. ბატონო ზაზა, მე-4 ბრიგადის მეთაურს ჩვენც ვეძებთ, თქვენ კი არა და არაფერი მოძებნა არ უნდა რაცა. არა, კარგი. არა, ხუმრობა გაურიე რომ დამშვიდდეთ, იმიტომ რომ ეხლა რარა და თქვენსავით არა, მაგრამ ჩხუბის ნიჭი რომ აქ ალბათ ცნობილია და არ გვინდა ეს ტონი. ჩვენ ვართ სერიოზულ უწყებაში. ამიტომ დამშვიდდეთ. თქვენ ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ ბატონო ზაზა, რომ ჩვენი ხელისუფლება, რაც არ უნდა თქვენ ყოფილიყავით იმ მოკლე პერიოდში ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ბოლოს და დამარცხდით პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენთან. ამას ჩემთან რატო უსვამთ? არა, რატო უსმევ გეტყვით რომ თქვენ მიუხედავ არ დაგაკლდათ არაფერი. აი გეტყვით. მიუხედავად ამისა მეთქი, ბატონო ზაზა. თქვენ კარგად იცით არ კარგავთ ობიექტურობას ზოგიერთივით და კარგად იცით რომ აქ ვინც ვართ თქვენთან ერთად ამაგიდის გარშემო და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის რომ რისთვისაც თქვენ ეხლა ღელავთ აბსოლუტურად საფუძვლიანად ქართული ჯარის და ჯარისკაცის თავდაცვის ძალების არა მარტო თქვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილ მაშინ უთხარით ყველაფერი საზოგადოებას ამას მიგუძვენი მე მთელი ჩემი ცხოვრება და არ დამიხევი არსად უკან. კი, ყველანი ვიყავით ერთად. აბა რას ალაპარაკობთ? კი და იმიტომ გეუბნებით იცით. ამ ვალდებულებისთვის ზივა რა აქ და ნებისმიერ ნაბიჯზე წავალ ამ ვალდებულების. კი და რატო ღელავთ მაშინ? რა გაღელვეთ? ვიცით რაზეა საუბარი და რაზეა საუბარი? თქვენ იცით, ღრმად იცით ამაზე, რაზე რა გავიარეთ ამ პროცესში. ვიცით და კარგად გავიარეთ, მე მგონი რომ ჯარის სიმართლე დამტკიცებულია ჰააგაში. რა თქმა უნდა. და როცა მე თქვენ გელაპარაკებით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ნუ გადმოდიხართ იერიშზე რა. ჩვენ აქ არ ლაპარაკობთ ბატონო ზაზა, თუმცა იერიში თქვენი პროფესია. ნუ გადმოდიხართ იერიშზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე ბრძანება, სამხედრო ბრძანების მიზანშეწონილობას ჩვენ აქ არ ვარჩევთ. ჩვენ აქ არ ვარჩევთ ჯარის სწორად მოიქცა შეასრულა, ვერ შეასრულა, რატო არ შეასრულა. ჩვენ ეს უკვე ვისაუბრეთ, გავარჩიეთ უხეშენაზე რომ ვთქვათ, ანუ სასამართლო გარჩევები, განხილვები იყო. სტრასბურგში გავიმარჯვეთ, ვთქვით რომ ქართველი იყო რუსის წინაშე მართალი, ეთნიკური წმენდა ჩატარდა. ჯარს და რის საფუძველზე ქალბატონოთია? ერთობლივი ძალისხმევის და დოკუმენტების, მაგრამ ნუ მესხმით თავს. არ გესხმით თავს, არ არის ჩემი პროფესია რომ აქ მოვიდე და თავს. კი, ეს თქვენი პროფესია თავდაცვაც და თავდასხმაც, მაგრამ ნუ მესხმით თავს ძალიან გთხოვთ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ვსაუბრობ. მესმის რომ თქვენ მათთან იმუშავეთ, მაგრამ მოდით რა ვისაუბროთ იმაზე, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მე იმისიც არ მჯერა რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს. ღიად გეტყვით რა კი ტონს აუწიეთ, მეც აუწევ ტონს. ღიად გეტყვით რომ მე იმისიც არ მჯერა სამწუხაროდ რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ სამხედროებმა რომ მოთმინებით პასუხი ჯობს იმ ეტაპზე რამდენიმე საათში გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი და გეუბნებათ რომ დაადგინე წერტილები და ცეცხლი გახსენი რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. არ მჯერა. აი ტონს უწევ და გეუბნებით რომ არ მჯერა. და გახვია შარში ჯარისკაცი. ქვეყანა და სამოქალაქო მოსახლეობა ეს ჩემი შეფასება და რა კი თქვენ ნერვიულობთ პოლიტიკოსებს რო ნუ ნერვიულობთ. აპატიეთ ერთამეზე ჩვენ სანერვიულო უკან გვაქვს იმ გაგებით ჩამოტოვებული რომ ჯარის სიმართლე და მოქალაქეების სიმართლე, ქართველების სიმართლე, ანწუხელიძის სიმართლე დამტკიცებულია ბოლო წლებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლოების დონეზე. ეხლა ვილაპარაკოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. თქვენ რო იძახით მე გავეცი ბრძანებაო და თითქოს კეზერაშვილი ანგელოზი მყავს და ვანო მერაბიშვილს აქ რა შვეშია ეს? ხო, არა, მე გავეცი ბრძანებაო, ჩვენ დადასტურებულად ვიცით რომ რო იქ ვიღაცა მე ესე მეუბნებოდა რომ მიდი ახლა ზაზე გაიქეცი, წალი მოიტანე და მე იქით ესროლე. ეს ჩემი შეურაცხყოფა, მეტი არა, მე ჩვენ არ ვფლობთ სხვა რამეზე არა მაქვს მე ბატონო ზაზა ნახეთ
ჩვენ არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას, რომ თქვენ არ მინდა ჟესტი გავიმეორო, ასე რომელიმე მინისტრი გელაპარაკებოდა. მაგრამ ნახეთ, ერთი წუთი ახლა ზედმეტი ბოდიში გამოთქმისთვის არ გვინდა ზედმეტი ამპარტავნება. ყველანი ვართ ამპარტავნები. არ გვინდა ზედმეტი ამპარტავნება. ერთი წუთი ბადნოზაზა. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია და ამას კიდე ვიკვლევთ, რომ რაღაც არ შევიდეს დასკვნაში ისეთი რაც არ არის სიმართლე, რომ შალვა ჯანაშვილმა ვანო მერაბიშვილისგან მიიღო და არა თქვენგან ცხინვალში შესვლის გადაწყვეტილება. თქვენ ეს დამიდასტურეთ პლუს. მე დაგიდასტურეთ, რომ ეს ხო შუამავალი იყო. ფაქტი არის დადგენილი და რატო ნერვიულობ? არ ნერვიულობ, ალბათონო. გასაგებია. ერთ ამაზე ნერვიულობ. რა გაგვცა ნერვიულობ? არსებობენ ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსები, რომელსაც შეუძლია ომში ზაზა გოგავას ეგეთი ბრძანება მიცეს რა. რომ აი არ მაინტერესებს, ეხლა მოუხევ და აქეთ წახვალ. სხვა ადამიანს ელაპარაკები. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ პოლიტიკურად როგორ გამოიყურება. აპატიეთ, ამიტომ ეს ტონი თქვენ არ გეკუჩთ. ესე იგი თქვენ ამბობთ ვაგებ გარდაცვლილების სიმაზე. ამიტომაც არის ჩემი ტონი ესეთი რა. არა, იმ გარდაცვლილებში მე თუ ეს დაუშვირო, აპატიეთ, ერთ დავამთავრე. მე თუ ეს დაუშვირო ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამას შარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემ ზურგზეა და მე ამითი უნდა ვიცხოვრო მე. ცხოვრებაში მივხვდით რაშია საქმე? ანუ არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებია. არ შევასრულე მეტაურის. ამაზეა ლაპარაკი. ნახეთ ბატონო ზაზა, ნახეთ როგორ არის მე რას ვფიქრობ. მედია ჩვენ ისე დავასრულებთ ამ შეხვედრას, მე და თქვენ ერთმანეთს გავუგებთ. მე ამის მჯერა. ნახეთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ვანო მერაბიშვილს ვიყენებდი შუამავლად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დამთავრდა ფაქტი დადგენილია. მით უფრო რომ სხვებიც ადასტურებენ, რომ შალვა ჯანაშვილმა სწორედ მერაბიშვილისგან მიიღო ეს ბრძანება და ახლა ირკვევა, რომ კონკრეტული მომენტში კონკრეტული გამოიყენეთ მერაბიშვილი, ანუ პოლიტიკური პირი. უკან დახევის ბრძანება ვინ მიცა? არ ვლაპარაკია მაგაზე? იქიდან რომ გამოვიდა, ვისთან შეათანხმა? ვანოსთან შეათანხმა? ვინ? შალვამ. გეკითხა, არა, თავისით გამოვიდა, რა თქმა უნდა, მე კი არ წამ, გეკითხავთ, ვისთან შეათანხმა ეს? თქვენთან შეათანხმა თუ ვანოსთან შეათანხმა? გეკითხავთ და იქვე გიპასუხებენ, ვისთან ათანხმებენ ამას. ის თქვენზე მეტად აღელდა, ამიტომ კიდევ გვექნება მასთან. აღელდა, იმიტომ რომ ჯარისკაცები დაკარგა იმ კაცმა იქ. ხო, ჯარის დანაკარგს რაც შეეხება, მოდით ასე შევთანხმდეთ რა. ნუ დაუტრიალებთ ერთმანეთს დანებს ჭრილობებში, იმიტომ რომ იმ დანაკარგებში ჩვენი სისხლი და ხორციც იყო. ამიტომ მოდით მართლაც ნუ ვიძახებთ დანაკარგი მქონდა. დანაკარგი მქონდა ყველას. გასაგებია, მაგრამ სენსიტივი მე მგონი ვის მხარეზეა ფაქტია რა. მე არავის არ სენსიტივი ყველას მხარეს არის. ეხლა რაც შეეხება ბოლო კითხვას. გორში თქვენ რომ შევხვდით უმაღლეს მთავარსარდალს. კუშნერი იყო თუ არა ამ დროს მასთან ერთად გორში, ბერნარ კუშნერი.